Აცხრა ქართველი და საერთაშორისო არტისტი 14 სხვადასხვა ქვეყნიდან გამოფენები 8 საგამოფენო და საზოგადოებრივ სივრცეში თბილისში მეორე საერთაშორისო ტრიენალე გაიხსნა. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის წლევანდელი თემა თვითორგანიზებადი სისტემებია. ტრიენალეს ორგანიზატორი თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისია. ნახეთ ნათიკა ბერძულის სიუჟეტი. მუსიკა როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და წინააღმდეგობის არაძალადობრივი ფორმა. კოლუმბიელი ფერმერების სევდიანი ისტორია, რომლებსაც ინდუსტრიული პროექტის გამო სამჯერ მოუწიათ გადასახლება და მოსავლის მოყვანა დღემდე წარმოუდგენელი წნეხის ფონზე უწევთ, სამი საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის მთავარი თემაა. ჩვენი ერთობლივი პროექტი 2011 წელს დისკის ჩაწერით დაიწყო. ეს არის სიმღერები, რომლის საშუალებითაც ეს ადამიანები საკუთარ პრობლემებს ყვებიან და ცდილობენ მიაწვდინონ ხმა მსოფლიოს. სწორედ ამიტომ დავარქვით უკვე ამ პროექტსაც მოგითხრობთ ამბავს. ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუთხროთ კოლუმბიაში არსებული პრობლემების შესახებ. ხელოვნება კი ამისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა. ინსტალაციის მთავარი ნაწილი საგამოფენო სივრცეში განთავსებული სახლია, რომელიც კოლუმბიელი ფერმერების საცხოვრებლის ზუსტ ანალოგს წარმოადგენს. სახლის გარშემო განთავსებული ფოტოექსპოზიცია კი ფერმერების ყოველდღიურობას ასახავს. მუსიკა ჩვენთვის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ამ გზით ჩვენ ვინარჩუნებთ ტრადიციას და ვინახავთ ისტორიას. ამ პროექტს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. პროექტს საინტერესო ტრადიციაც აქვს. ექსპოზიციის სტუმრებს საშუალება აქვთ სახლის კედელზე საკუთარი გზავნილები მიამაგრონ. ჩვენ ამ წერილებს კოლუმბიაში აუცილებლად ჩავიტანთ და მერწმუნეთ ეს ბარათები საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლი კოლუმბიელებისთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება თქვენგან. ჩემი სახლი, ჩემი ციხესიმაგრე, თვითორგანიზება, სამი მნიშვნელობა. გერმანელი და ბელორუსი არტისტებიც საკუთარ ნამუშევრებს თბილისის მეორე ტრიენალეს ფარგლებში წარუდგენენ დამთვალიერებელს. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო საგამოფენო პროგრამის თემა თვითორგანიზებადი სისტემებია. ტრიენალი იმით გამოირჩევა, რომ არ არის აქ ქალაქის ბრენდირებაზე ორიენტაცია, ანუ ის ქალაქი გახდეს მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს თემა მნიშვნელოვანი. ეს არის განათლება, კვლევა, ცოდნა. და ამიტომაც გავხდით მსოფლიო ბიენალების ასოციაციის წევრი. თბილისის პირველი ტრიენალე 2012 წელს ჩატარდა. ტრიენალეს ფორმატი ღონისძიების ყოველ მესამე წელს გამართვას გულისხმობს. რიგით მეორე გამოფენა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 8 საგამოფენო და სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.